მარტო საკონსტიტუციო სარჩენილი ზღვარში სარჩელი შედის გერმანიის გადაწყვეტილებით ელჩი დაიწვიეს კონსულტაციებისთვის. თქვენ გამოვიდნენ გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ზოგადად ნახეთ ჩვენ გუშინ განცხადება, ჩვენ ვფიქრობთ მაინც რომ როგორც ჩანს გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ ნაცვლად იმისა რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ხედავდით მისის მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი, 30 წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა სამწუხაროდ გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ ჩვენ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის იმსახურებს, რომ იყოს. განცხადებაში საუბარია მიზეზებთან დაკავშირებით, რომ ქართული ოსტატის მხრიდან თუნდაც იყო თავდასხმები, მათ შორის პირადი თავდასხმები პეტერ ფიშერზე. აი დღეს თქვენი თანაგუნდელების განრისმე განცხადებს, რომ კარგია რომ გაიწვია, სხვა პოზიცია შეიძლება გქონდეს გერმანიას, თუმცა ეს საგარეოს განცხადება ვნახეთ. მაშინ რის იმედად აკეთებ ამ განცხადებებს, რომ კარგია რომ გაიწვია? ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწეული. დანარჩენი ამას აქ მე სიღრმეებში აღარ შევარ, ჩვენი პოზიციები ცნობილი არის, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, ჩვენ ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს და ჩვენ კი არა მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ასე რომ ამ დეტალებს განცხადებს უკვე დიდად არ ჩაუღმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ და გვაქვს იმედი, რომ ეს არის სიგნალი იმის, რომ გადააზრება მოხდეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის როლს. და ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის, ყველა ელჩისთვის, მათ შორის უნდა იყოს კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი. ასე რომ ვფიქრობ ეს ფაქტით შესაძლოა თუ არა ისე გამიფარდეს პროცესები, რომ საერთოდ დიპლომატიურ ურთიერთობებს შეექმნა საქართველოს გულისხმობ. რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს გერმანიამ ამ შემთხვევაში, რის გამოც გაიწვია? რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს გადაწყვეტილება გახდა კიდევაც ცნობილი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი იმის, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქნებოდა ხელისუფლებების შორის ურთიერთობებში. არა თქმა უნდა. რა უნდა მოხდეს? რა უნდა მოხდეს? ლუქსემბურგში იკრიბებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით იმჯერებენ დღეს მწვავე განცხადებული გააკეთეს მარტაკოსმა თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ხალხს და ეს არის პრობლემა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ უფრო მეტი პატიმარი ყავს საქართველოს ვიდრე ყავს რუსეთს. რა მოვიდინი გაქვთ, რას იტყვიან ბრიუსელთან საქართველოსთან დაკავშირებით? არ ვიცი, რაც შეეხება ქართული ხალხის ხმას, ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი იყოს იმ 1,107,000 ამორჩეულს დავაყენებდით ქალბატონ კოს სახთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან,
ეს ძალიან ძიმე ყოფილა საერთო ჯამში ეს ვითარება მაშინ. ეს ერთი. მეორე, დღემდე ქალბატონ კოს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, მანამ სანამ ისინი არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასმას, მანამდე რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისეულობაა და სხვა არაფერი. გახარიას გუნდის წევრები შეიძლება შემოვიდნენ პარლამენტში, ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა გას უპირას მათ წევრებს, როცა მოусმინე, მათ თქოს ესეთ რამე, რომ ბევრი რაღაც შეცდომები იყო დაშვებული, რომელიც უნდა გამოსწორდეს და მათ შორის ერთ-ერთი შეცდომა დაასახელეს პარლამენტში არ შემოსვლა. თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? ჩვენ კიდევ ერთხელ 26 ოქტომბერი ახლოვდება და ყველა შევაჯამებ საერთო ჯამში ერთწლიანი ქვეყნის ღალატის ისტორიას, რომელიც ჩაიდინა ეს რამდენიმე რადიკალმა ჯგუფმა და NGO-ებმა და ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ლოგიკური დასასრული არის ამ ერთწლიანი ღალატის ციკლისა, როდესაც თუკი ჩვენ ვიხილავთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჩართულ საპარლამენტო ცხოვრებაში. ჩვენ შაშან რაც ნახეთ იყო ის, რომ 26 ოქტომბრამდე უცხოელები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. ელჩები, ბრიუსელი, სხვადასხვა დედაქალაქი, მინისტრები ჩამოდიოდნენ აქ მიტინგებს გვიმართავდნენ, ჩაერთვენ არჩევნებში, წავიდნენ ვა-ბანკზე, ყველაფერზე თქვეს უარი, საერთაშორისო სამართალზე, გაეროს წესდებაზე, ვენის კონვენციაზე, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, ქართულ ხალხს უთხრეს, რომ ყველაფერი ფარსია, სამართალი, კანონი, საერთაშორისო სამართალი, გადამწყვეტი მათთვის იყო გეოპოლიტიკური მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოეყვანათ მათი მარიონეტი იმისთვის, რომ უსიტყვოდ შეესრულებინათ შემდეგ მათ მარიონეტებს მათი დავალებები. წავიდნენ ვა-ბანკზე, ელჩები და უცხოელი პოლიტიკოსები ჩაერთნენ არჩევნებში და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. და იმის გამო, რომ ეს მარცხი მიღება არ უნდათ, დაიწყეს პროცესი არჩევნებისთვის ძირის გამოთხრისა. და ზუსტად მათი უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა იყო, რომ უარი ეთქვათ პარტიებს, რომელმაც მიიღეს მანდატი საპარლამენტო მანდატზე, ჩაახსნევინეს ეს მანდატები და რაც მიიღეს საბოლოო ჯამში იმ პარტიებმა ნახეს, რომ შეუმცირდათ მხარდამჭერები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ნახეთ ეს. სხვათა შორის იგივე გამეორდა, რაც 2021 წლებში იყო, მაშინაც ლელომ 2020 წელს რაც მიიღო, იმის ნახევარი მიიღო, თუ არ ვცდები, 2021 წლის არჩევნებში და ზუსტად იგივე დამარცხეს. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, უცხოელების დავალებით ჩახსნეს მანდატები და დაიწყეს მზადება ხელისუფლების დამხობისკენ და რევოლუციისკენ, ჩაეფუშათ ეს რევოლუციაც და დარჩნენ ახლა ასე მიგდებულები გარეთ. გახარიას პარტიასაც შეეხება მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსვლას რაც შეეხება შემოსულები არიან 12 წევრი, ასე ვთქვათ, დღეს პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ ისინი აცდენენ საპარლამენტო სხდომებს, ასე რომ ეს გაცდენ ამ გაცდენებს თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია. მათი უყურეთ მათ იმიტომ რომ ჩაიშალა, ყველაფერი ჩაიშალა ბოიკოტი, ჩაიშალა დამხობა, ჩაიშალა რევოლუცია. ღალატის გზაზე, როდესაც დადგება ადამიანი და უცხოელები ჭკუაზე ივლის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ასე დამთავრებულა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში და ეს ჩვენ თვალწინ მოხდა, რომ მოღალატეების პირდაპირ მხილება მოხდა. დღეს ვხედავთ, რომ მათ ნაცვლად ეხლა უკვე უცხოელები პირდაპირ ქართულ პოლიტიკის მონაწილეები გახდნენ, ხო? ასე რომ ნახოთ მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევია საქართველოს ჩვენ საქართველოს პარლამენტს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოვაკლდება მათი ყოფნით ან არ ყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება ვფიქრობ მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები.
ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, რასაც მოისმენთ, ეს არის რაც გარედან დავალება მოდის. ასე რომ ამ ხრივ საინტერესო იქნება, რომ საპარლამენტო სასესიო დარბაზში დავინახავთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგ. აქციებთან დაკავშირებით კითხავთ, ბოდიში აქციებთან დაკავშირებით კითხავთ, შენ წინ აქციის მონაწილეობა ყველა გადაკეთეს დედაქალაქის მთავარი გამზირი, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლებმა განცხადებით გააუქმეს ისინი, თუმცა შემდეგ დაიმორჩილნენ, მაგრამ ამის შემდგომ უკვე მოხდა კიდევ ერთხელ ის გადაკეთება. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რამდენიმე მიზანი. აი თქვენ რა არის მიზანი ისა, რომ ყოველდღიურად ხდება ამის გადაკეთება და ამ შემთხვევაში რატომ არ მოხდა გათვალისწინება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით? აქაც დაკვეთა მოდის გარედან. ჩვენ ვიხილეთ ფინეთის აგრარულ საქმეთა მინისტრი, რომელმაც ასევე გადაკეტა გზა და იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. ის შემთხვევით კი არ მივიდა იქ. ეს იყო ნიშანი კიდევ ერთხელ, რომ და დავალების გაზიარება, რომ უნდა შეუქმნან თბილისის მოსახლეობას ამგვარი დისკომფორტი, ასე ვთქვათ. ასე ამ დავალებას ასრულებენ. ეს არის ხო პარადოქსი, მზად არიან ციხეში წავიდნენ, როგორც უცხოელების დავალება შეასრულონ. სამწუხარო რეალობაში, რასაც ვაკვირდებით, აი ამ ჯგუფების სახით, რომლებსაც ყველანაირი კავშირი ეროვნულ ინტერესთან, ქვეყანასთან ასე შემდეგ დაკარგული აქვთ, იყურებიან გარედან მინრას ეტყვის, მივიდა ფინეთის აგრარულ საქმეთა მინისტრი, ჩვენ ამით რომ აქ უნდა იდგეთ, გადაკეთოთ, არ დაემორჩილოთ კანონს. არადა თვითონ ჰელსინკიში ხალხს იჭერენ მაგის გამო, რომ როცა გზებს კეტავენ, ფინეთში ხალხს იჭერენ 50 კაცი დაიჭირეს მაგის გამო და ჩვენთან თვითონ გადაკეტა ფინეთის აგრარულ საქმეთა მინისტრმა გზა. ასე რომ როგორც აქამდე იყო სრულად გარედან მართული ეს პროცესი, თავის დაწყებიდან და მიმდინარეობს სრულად და ჩვენ ვიხილეთ მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, როგორ ორკესტრირებულად იყო მხარდაჭერილი გარედან, შტურმის პარალელურად მიდიოდა მხარდამჭერი განცხადებები, ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან. ეს იყო ჩვეულებრივი გეგმა ქვეყნის გადატრიალების, გარედან დაწერილი და მართული, რომელიც ჩაიშალა. ანუ ეხლა ეს ბოლო კონვულსიებია, რომელსაც ვაკვირდებით. და შემდგომ ლომჯარია მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ რუსთაველზე წამოსულიყვნენ, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანები არიან. ამ შემთხვევაში ამას როგორ შეაფასებთ? საბოლოო ჯამში ქუჩის აქციები, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ხო, მე რამდენადაც ხვდები და პოლიციის შინაარსის სამსახურის განცხადებები და ისაც კადრები რაც იყო, ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეთებას და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებია. ასე რომ ესეც საინტერესო მომენტი არის, როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის ის ხალხი, რომლებიც პირდაპირ არიან კონტაქტები უცხო ძალების და უცხო დაკვეთის გამჟღერებლებს. აქციასთან დაკავშირებით მარიამ საქართველოში ფინანსური რესურსების მობილიზება და ამ დროს არ არის საჭირო რომ გაიარო რეგისტრაცია. სწორედ ასე შეძლეს ევროკომისიიდან 3 მილიონამდე ლარის ჩარიცხვა ორგანიზაცია ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის, რომელიც გადაანაწილა შემდეგ ეს თანხები სხვა NGO-ებზე, მათ შორის საიაზე, საფარსეს შემდეგ და როგორც ვიცით, ეს NGO-ები მონაწილეობენ აქტიურად პროტესტში, ასევე დაფინანსებაში, ჯარიმების გადახდაში, მოკლედ ეს სქემა რომ შეაფასოთ, მაინც რომ ცდილობენ რომ აუარონ ეს და ის რომ ევროკომისია ამაში ჩაერთო. ხო, კონკრეტულად ამ სქემაზე ვერაფერს გეტყვით, ის არის რაც მედიიდან გავიგე, იმედი მაქვს რომ ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ საკითხით, თუმცა საქართველოს პატარაა და ინფორმაციები, ასე ვთქვათ, არ იმალება და ამაზე მე სხვა დროსაც მithქვამს, რომ არის ხმები, რომ არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას და დაფინანსება მიაწოდონ მოძალადეებს. და ამაში როცა თუ
თუ კი ჩართული არის ევროკავშირის ბიუჯეტის გამტარი სხვადასხვა ინსტიტუცია, ეს კატასტროფა არის. ერთი რომ საკუთარი ქცევით ამ NGO-ებმა და მათმა დამფინანსებლებმა, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენლებმა საკუთარი ქცევით ევროკავშირის დროშა უკვე აქციეს ძალადობის სიმბოლოდ საქართველოში, იქ სადაც ეს ჯგუფები ჩდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდის ძალადობა და რამხელა სირცხვილი არის, რომ მათი დაქირავებული ორგანიზაციებით და საკუთარი წაყრუებით, ბრიუსელის მხრიდან წაყრუებით ევროკავშირის დროშა აქციეს ძალადობის სიმბოლოდ საქართველოში. ერთი და მეორე რომ არის მცდელობები გვერდია ორ საქართველოს კანონმდებლობას, მე ხა ვიტყოდი ეს რომ ვენის კონვენციის გარღვევა არის გაეროს წესდების, მაგრამ ხედავთ რა არადარდებთ ხა არავის. არის ძალა აღმართ ხნავს პრინციპი. 80 წლიანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 80 წელი გვიმტკიცებდნენ რომ არსებობს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, ეს ყველაფერი სინამდვილეში არის ფარსი. სინამდვილეში ძალის პრინციპი მოქმედებს და უნდათ რომ ძალით აღმართი ახნან. ასე რომ ესეც ამის მომენტი არის, რომ ესეც ამის დასტურია, რომ არის მავნე მიზნები, რომლებსაც ემსახურება სხვადასხვა დაფინანსება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციული ბიურო თუ სხვა შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ საკითხით. ესეც აჩვენებს იმ კრიმინალურ ენერგიას, რომელიც ზოგიერთ დონორს აქვს იმისთვის, რომ დააზიანოს სხვა ქვეყანა, რაზე არიან წამსვლელები, მათ შორის კანონის დარღვევაზე არიან წამსვლელები. სინამდვილეში რაც ეს არის გამეორება იმისა, რაც ამხილა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ USA-თან და სხვა ამერიკულ ასეთ ფონდებთან დაკავშირებით, ერთ-ერთში რაც იქ იყო, ხომ ზუსტად იგივე მეთოდები, მას შემდეგ რაც USAID და მსგავსი ორგანიზაციები ჩაიხსნა, მთლიანად გადმოერთო ევროპულ ორგანიზაციებზე და ხედავთ ზუსტად იმავე ცივსისხლიან, ასე ვთქვათ, უემოციო დამოკიდებულებას ყველაფერზე წამსვლელები არიან. კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენ, რომ ქვეყანაში დამხობასაც კი მხარს უჭერდნენ და დღემდე ერთი ხმა, მათ შორის დღეს განცხადებები იყო სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრისა ბრიუსელში, ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის, ერთს არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. და არ დაუგმიათ იმიტომაც, რომ სინამდვილეში ამას იწონებენ და ახალისებენ. შესაძლებელი არის ამ კვირაში წარადგინოს საკონსტიტუციო სარჩელი, საფუძველი არის ვიცით, დროებით საგამოძიებო კომისიის დასვლა. ამ სარჩელის მიზანი რა იქნება და რას მოითხოვთ, ვის აკრძალვას მოითხოვთ ასე? ჩვენ ფიქრობთ ამ კვირაში უკვე წარვადგენთ სარჩელი უკვე მზად არის და მიდის საბოლოო დამუშავება, ვინაიდან კიდევ ერთხელ კომპლექსური საკითხი არის, მათ შორის პირველი კომპლექსური სარჩელი არის ამ მხრივ და ვცდილობთ რა თქმა უნდა რომ იყოს დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის სარჩელი. კიდევ ერთხელ პარლამენტში მუშაობთ ამ საკითხზე, სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახოცა. რაც შეეხება თავისთავად რა იქნება კვირის ბოლო ამ კვირაში იქნება აუცილებლად კიდევ ერთხელ სარჩელი მზად არის, მიდის ბოლო საკითხების გავლა თვითონ სარჩელთან დაკავშირებით იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის სარჩელი, მათ შორის მნიშვნელოვანი პროცესი არის და ამ პროცესს რაც შეესაბამება ზუსტად იმის შესაბამისი სარჩელი უნდა იყოს. მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს. ქართული ოცნების მიზანი არის, რომ საერთოდ გააქროს პოლიტიკური ოპონენტები, იმიტომ რომ 10-მდე პოლიტიკურ პარტიაზე არის საუბარი და გარდა ამისა სახელებზე და გვარებზე. აი ესეც მაინტერესებს. ექსტრემისტული დაჯგუფებები არ არიან ოპონენტები, ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. კიდევ ერთხელ არავის არ უნდა ქონდეს დემოკრატიის მტრებს არ უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის და ამიტომაც არსებობს ყველა ქვეყანაში საქართველოს ჩანაცვლით მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას,
ისინი არ იყვნენ დემოკრატიული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. რა იქნება სასარჩელო მოთხოვნა რა იქნება, როგორი იქნება და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს იხილავ ხოდესაც მაინტერესებს იმიტომ რომ ყველა ადამიანის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას აპირებს, რომ ვინც არის ამ პარტიებთან დაკავშირებული. რამდენ კაცს ჩვენ გვაქვს ბევრი ოფცია და მათ შორის ყველა ხარვეზი რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენს კანონმდებლობაში გამოსწორებულია. იცით რომ ოფციები არის პარტიებთან დაკავშირებით, ოფციები არის დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით და ოფცია არის ასევე მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენთვის მთავარი მიზანი არის რომ დემოკრატიის მტრების ადგილი არ იყოს პოლიტიკურ პროცესში, რომელი ოფციას რასახით და რა ფორმითაც მიაღწევს ამ შედეგს უფრო კარგად ეფექტურად, ზუსტად ისე წარმომადგენლებთან დაკავშირებითაც ამაზეც არ გვაქვს ამაზეც ჩამოყალიბდებით და იქნება ცნობილი. აქციებთან დაკავშირებით მინდა რომ ვთქვათ, გუშინ დააკავეს ლახოსანაია, ტელეკომპანია ფორმულას პოზიცია არის ცნობილი, რომ ეს არის თავდასხმა კრიტიკული მედიის წარმომადგენელზე. ერთი ეს ნაწილი მაინტერესებს და მეორე მაინტერესებს ის ფორმები, როგორც მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გუშინ თავისუფლების მეტროსთან მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი აფხაზეთიდან დევნილი არის 70 წლამდე. მას შეუდგინეს ოქმი, არაერთი სამართალდამცველი იყო მის ირგვლივ. აი რას გვეტყვით ამ ფორმებთან დაკავშირებით, თქვენ თუ უყურეთ ამ კადრებს, რამდენად მისაღებია და თქვენი აზრით არის თუ არა კანონის დარღვევა ქუჩის გადაკეტვა 20 ადამიანის მიერ. თქვენი აზრით. არა, მივალთ მაგ საკითხამდეც მივალთ. ან თქვენი აზრით არის თუ არა კანონის დარღვევა? არა, ცვლილებები. რაც არსებობს ქვეყანა და დამოუკიდებლები ვართ, ყოველთვის იყო აკრძალული ქუჩის გადაკეტვა 20 ადამიანის მიერ. აი მოგეთ იმ რაოდენობის ადამიანის მიერ, რომელიც არ არის საკმარისი ამისთვის, რომელიც დაეტევოდა პარლამენტის წინ არსებულ მოედანზე, ხომ, რაც არის იქ. ფინეთში, აი ფინეთის მინისტრი რო იდგა რუსთაველის გამზირზე, აი იმ ფინეთმა, იმ მთავრობამ 50 ადამიანი დააკავა ქუჩის გადაკეტვას. ანუ პირველი ჩვენ თანხმდებით, რომ ქუჩის გადაკეტვა მაშინ, როდესაც არ არის ამისი აუცილებლობა, არის კანონ დარღვევა. ხო, ყველა თანხმდებით. ეს ხო თუკი უყურეთ მარტივი ტესტი არის, ხომ? თუკი ადამიანების ისეთი რაოდენობა, რომელიც ვერ ეტევა თუ პარლამენტთან იმართება გარკვეული შეკრება, ვერ ეტევა პარლამენტის წინ მდებარე, ასე ვთქვათ, მოედანზე, თუკი ვერ ეტევა იქ, მაშინ შეუძლიათ გადაკეტვა. თუკი ეტევა, როგორ გეკადრებათ? თქვენა კიდევ მოგეთ შევთანხმდით იმაზე, თუკი საკმარისი რაოდენობა, თუკი ადამიანები ეტევიან მოედანზე, არ უნდა გადაკეტონ გზა. ამაზე ყველაფერს თანხმდებით, ხო? თანხმდებით. თუკი გადაკეტა გზა იმ შემთხვევაში, რომ ეტევოდნენ, ეს არის დარღვევა. ამაზეც თანხმდებით. რამდენადაც ვიცი, სწორედ ეს არის მის წინააღმდეგ წაყენებული პრეტენზია, რომ გზა გადაკეტა. ეს არ არის კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა, როგორც განცხადებას გააცხადა უკვე ტელეკომპანია ფორმულა. თქვენ თქვით, რომ აფხაზეთიდან დევნილი იყო ერთ-ერთი და თქვენ ფიქრობთ, რომ დევნილებზე თავდასხმა არის, თუ კი ვინმე იქნება და იქ ექიმებზე თავდასხმა არის თუ შავგვრემლებზე თავდასხმა არის თუ რა შუაშია. საკითხი არის მარტივად. კანონი, თქვენი კანონიც არის ეს კანონი. ყველას კანონია, რომ გზა არ უნდა გადაიკეტოს, თუ კი ადამიანები შეუძლიათ შეკრება საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ არ არის საჭირო, არ უნდა გადაკეტონ. შესაბამისად, იქნება ეს ექიმი, ვეკილი, ჟურნალისტი თუ სხვა, ამას რა მნიშვნელობაა კანონისთვის? დისკრიმინაციული კანონი ვერ იქნება და ვერ გამოარჩევს, რომ მოდით თუ კი ადამიანი პროფესიით ჟურნალისტია, მას ვაპატიოთ და თუ კი ადამიანი არის ინჟინერი, იმას არ ვაპატიოთ. და 70 წლის ქალბატონს რო 20 პოლიციელი ყავდა ირგვლივ, ეს რა ფორმა არის? ოქმის დაწერის მაინტერესებს თქვენ თუ ნახეთ. ზოგადად რაც შეეხება ამაზეც მინდა ვთქვა, რაც შეეხება პოლიციის რაოდენობას სხვადასხვა ღონისძიების გატარებისას, ეს უპირველეს ყოვლისა ამის საჭიროებას, რა თქმა უნდა, თავად განსაზღვრავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მე მგონი ხა ამდენი გამოცდილება გაქვთ და უნდა ხვდებოდეთ კიდევაც, რომ პოლიციის რაოდენობა არის საჭირო იმისთვის, რომ იყოს საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილი. არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს 20 ადამიანი უნდა აკავებდეს ან არ აკავებდეს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენ ხედავთ, რომ არიან მოძალადე ჯგუფები, რომელმაც შეიძლება ოქმის შედგენის დროს იქნება თუ დაკავების დროს ჩაიდინონ ძალადობა
მათ შორის თავს დაესხან პოლიციელებს, ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, პრეზიდენტის სასახლეს იღებდნენ შტურმით, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ იმდენი ისეთი რაოდენობა იყოს პოლიციის იქ, რომ არავინ არც კი იფიქროს წინააღმდეგობის გაწევაზე, პოლიციაზე თავდასხმაზე და ასე შემდეგ. და ამიტომაც არის, რომ შვიდად ტარდება ყველა ასეთი ღონისძიება, ამიტომ პირიქით თქვენ უნდა წესით უნდა ხვდებოდეთ, რომ კარგია, როდესაც არის დიდი რაოდენობა პოლიციელების, იმიტომ რომ ეს უზრუნველყოფს, რომ იქ არანაირი ექსცესი არ იქნება. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ეს არც არის ჩემი კომპეტენცია. მათ შორის გიორგი კვარაკიძემ თქვა ასეთი რამ ბრიფინგზე, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუ ხართ ინფორმირებული, ეს არის მხოლოდ კორუფციის ნაწილში, ან მხოლოდ კორუფციას უკავშირდება, თუ სხვა მიმართულებითაც შეიძლება ინტერესდებოდეს გამოძიება. ვერ გეტყვით. ერთ რამეს ვიტყვი, უბრალოდ მე მგონი თქვენც დააკვირდით, თუ როგორ აქტიური არის, როგორც შინაგან სამინისტრო, ისე უსაფრთხოების სამსახური, ისე პროკურატურა საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. და ფაქტობრივად ხო, მაგრამ ზოგადად ხომ ავტყობთ, რომ ფაქტობრივად ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუ კი კითხვები არის, სწრაფად არის პასუხები, რაც მისასალმებელია, ესეც აჩვენებს კიდე ერთ თვისებრივ ცვლილებას სამართალდაცვალ სტრუქტურაში, რომ უფრო სწრაფი არის კომუნიკაცია და საზოგადოებისთვის საინტერესო საქმეთან დაკავშირებით სწრაფად ხდება როგორც ბრიფინგების თუ განცხადებების სახით, ისე თუ კი რაიმე კითხვა წარმოიშვება, სწრაფად ხდება რეაგირება და ამაზე პასუხის გაცემა მინდა მადლობა გადავხადო ამისთვის სამართალდაცვალ სტრუქტურებს და აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, რომ მათთან კონდეთ კონტაქტი და მიიღებთ პასუხს. ზოდები, ნახატები, ანუ წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ეს არის ცოტა გადამშალა, ახლა გიგეთ რომ ჩვენ რაც ნახეთ, ეს არის და არის პროკურატურის მიერ ნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამასთან დაკავშირებით, ასე ყველა რეაქცია. რა თქმა უნდა მძიმეა ამის ასეთი სურათების ნახვა, როგორც წინა შემთხვევებში იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა მძიმე არის, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ პროკურატურამ დროულად ყველაფერი გამოიძიოს, ყველა კითხვას გაიცნოს. ჩვენ საქართველოს პარლამენტი არის მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელი, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ყველა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი სრული მხარდაჭერა ქონდათ პოლიტიკურ ნაწილსაც შეეხება გადაწყვეტილებას, თუ კი რაიმე ადგილი ქონდა რაიმე დანაშაულებს, ეს უკვე გახლავთ სამართალდაცვალ ორგანოების კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქცია. იმავე აკავებთ, იქვე აკავებთ და აღჭირდება დაფიქრება. რატომ არ აკავებთ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად აქვთ ბეკეტი, რომ მოახდინონ გამოძიებაზე ზეწოლა? თქვენი კოლეგა დააკავეს სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, იმიტომ რომ მან საფსასრულებლად მათ შორის, იმიტომ რომ მან დაარღვია კანონი, გადაკეტა გზა, ხო? რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ამას გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა კიდევ ერთხელ, ყველა კითხვა მათთან. ჩვენ მე მგონი საზოგადოება კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ თქვენს გულშიც თქვენ გაქვთ საკმარისი ნდობა პროკურატურის და სამართალდაცველი ორგანოების მიმართ, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოდანაშაულები თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ რა თქმა უნდა ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუ კი რაიმე გადაწყვეტილება არის ამ მხრივ მისაღები. ამ ასეთ შეფასებებს მე ვერ გავაკეთებ. ბატონო, ერთ შეგეკითხები თუ შეიძლება. ამ სქემებთან დაკავშირებით რაც ახალობა გამოაშკარავდა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის ღარიბაშვილთან დაკავშირებით არაერთი სიუჟეტი გაკეთებულა კრიტიკული მედიების
კავშირების მხრიდან და მაშინ საუბარი იყო სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან მიმართებით და სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით. Თქვენი პოზიცია ქართული ოცნების ამ დროის მანძილზე იყო, რომ ჩვენ ვიტყუებოდით, ეს იყო სრულ ინფორმაციები. აი რას იტყვით ახლა, როდესაც თითქმის ეს ინფორმაციები გავრცელდა, გადასტურდა. ანუ ჩვენ გვყავდა პრემიერი ამდენი წლის განმავლობაში და მისი გუნდი, რომელიც ატყუებდა ხო მოქალაქეებს და უკვე ხედავთ კონკრეტულ ფაქტებსაც. ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რა ნაწილში იღებს ქართული ოცნება? თუმცა ყველაფერს უარყოფით. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი კობახიძე. მან, როდესაც ჩვენ მისავრჩიეთ პრემიერ-მინისტრად, მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენი მთავარი დაპირება საპარლამენტო არჩევნებზე იყო მათ შორის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ლიდერობა კორუფციის სიმცირის მხრივ კიდევ უფრო გაგვეზარდა და ვიყოთ სამეულში კორუფციის სიმცირის მხრივ. ასე რომ ეს არის ანარეკლი იმ სისხლისამაც პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს სამართალდამცავი ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა პარლამენტის დავალებით, რომელმაც თავის მხრივ ქართული ხალხისგან მიიღო ეს მანდატი. კიდევ ერთხელ, თქვენ უპირველეს ყოვლისა ყველაფერი უნდა შევაფასოთ ქმედებებით, თქვენ ქმედებებს ხედავთ, რომ ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, რომ არის ძალიან გამჭვირვალე მათ შორის და ყველასთვის გასაგები, რაც ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები და თქვენ ასევე მოისმინეთ პრემიერ-მინისტრის მოწოდება ყველას მიმართ, რომ თუ კი არსებობს რაიმე მსგავსი ეჭვები თუ ასე შემდეგ, მათ შორის მედიის მიმართ, ყველა იყოს ამ მხრივ გახსნილი და ხედავთ თქვენ, რომ რეაგირებაც არ აყოლებს. ქართული ოცნების მთელი სიძლიერე ის არის, რომ ეს არის ერთად შეკლული გუნდი და ეს გუნდი არის, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს და უძღვება ქვეყანას. მათ შორის ქართული ოცნება, რომელსაც როგორც პარტია საპატიო თავმჯდომარედ ყავს ბიძინა ივანიშვილი და ამ მხრივ ქართული ოცნება ყოველ ჯერზე ზუსტად ამას ადასტურებს, რომ თავარი ღირებულებები, რაზეც დგას ქართული ოცნება, ეს არის ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელებას, ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას, ყველა ესეთი საკითხი, როცა ვლინდება, ამაზე უპირველეს ყოვლისა თავად ქართული ოცნება საუბრობს ხოლმე. ასევე საკონსტიტუციო საჩივართან დაკავშირებით. საკონსტიტუციო საჩივარი ვიცით, რომ მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსთან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. მოითხოვს თუ არა ქართული ოცნება მაგალითად გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას, ან ძლიერი საქართველოს პარტიის აკრძალვას. გახარიაზე გეკითხებით, იმიტომ რომ ამაზე, ამ გადაწყვეტილებაზე მოახდენს თუ არა გავლენას გიორგი გახარიას შემოსვლის გადაწყვეტილება პარლამენტში. უყურეთ, გასაგებია, მაგრამ უყურეთ, ამას ვერ ხვდები, რატომ გვეკითხებით, იმიტომ რომ ხო გასაგებია, რომ სარჩელს ლით გვინდა, რომ ეს ყველაფერი გახდეს საჯარო. ამიტომ ესე ვთქვათ, აზრს მოკლებულია მანამდე ამ კითხვების დასმა, სანამ სარჩელი არ იქნება. დაგვიტოვეთ პატარა ექსკლუზივის უფლება, რომ სარჩელთან ერთად კიდევ რამდენიმე დღეში იქნება სარჩელი იქნება, ამაზე ბრიფინგსაც გამმართავთ, ყველაფერი იქნება ცნობილი, ყველაფერს ამოიკითხავთ, რამდენიმე ათეული გვერდი იქნება სარჩელი, ყველაფერი შინით იქნება დასაბუთებული, საინტერესო გასაცნობი იქნება თქვენთვისა და ჩვენი საზოგადოებისა, რა არგუმენტებს ვით ვასაბუთებთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნებს და დარწმუნებული ვართ, რომ არის აბსოლუტურად მყარი 100%-იანი არგუმენტები, რომელიც ჩვენ გვაქვს იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნით ამა თუ იმ პარტიის საქმეებს აკრძალვას. გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა იქნება თუ არა მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია ეს პარტია საკონსტიტუციო ჩვენ ასეთი მიზანშეწონილობებით არ ხემძღვანელობთ, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო საჩელზე მუშაობთ, ჩვენ ერთადერთი რასაც უყურებთ ამ მხრივ არის ამა თუ იმ პარტიის
ჩართულობა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში, ერთი, მეორე ხარისხი, რასაც როგორითაც ესათვის პარტია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სასაჩუქრო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაძლებელია ერთ ბახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვა კონსტიტუციური ქმედება იყოს თქვენი მხრიდან შეფასებული, თუმცა გიორგი გახარიას და მის პარტიას თქვენი დავებით 5 ივნისს ამბობთ, რომ Deep State-ის დანიშნულია ეს თანამდებობაზე, ამბობთ, რომ Deep State-მა უბიძგა 20 ივნისს კონკრეტული ქმედებები განახორციელებინა გახარიას. მეორე ფრონტს ხსნიდა ჩორჩანაში გიორგი გახარია და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ყველაფერი თქვენთვის მაგალითად არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აკრძალოთ ეს პარტია, თუ რახან ისინი პარლამენტში შემოვლენ, ამ პარტიას არ აკრძალოთ. არა, კიდევ ერთხელ პარლამენტში საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან დაკავშირებით მიმართვაზე, მათ შორის მოლდოვაში მაგალითად აკრძალეს ერთ-ერთი პარტია, რომლის რომელსაც წევრები ყავდა პარლამენტში. ასე რომ ამას ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხი არ არის და კიდევ ერთხელ შევაჯამე, ჩვენი სარჩელი ეყრდნობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას 450 გვერდიანი დასკვნა არის კომისიის, ყველა შეუძლია გაეცნოს და ამოიკითხავს ამ დასკვნაში, მათ შორის ვინ არიან კანდიდატები, რომ აღმოჩნდნენ ჩვენ სარჩელში. ერთ კითხვასაც აგისვამთ, თუ შეიძლება ბოდიში ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით. ანტიკორუფციული ბიურო დეკლარაციებს ისევ მალავს გადმოშალვა. დეკლარაციები უკვე მეორე თვე არის აგვისტოს შემდეგ აღარ ქვეყნდება. რატომ და რა აქვს თქვენი გუნდის ჩინოვნიკებს დასამალი? ჯერ თითქოს ტექნიკური ხარჯი იყო გახსოვთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რო აღჩანდა დეკლარაციები და მე როგორც იქნა განიცნა და ახლა ისევ აღარ ქვეყნდება. ვერ გეტყვით ეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან გაარკვიოთ რა ქვეყნება, რა არ ქვეყნება, თუმცა მეც გავეცანი ამ განცხადებას, რომელიც ეკუთვნის უცხოელების დაქირავებულ ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობას, რომელიც ესტონეთში დარეგისტრირდა იმისთვის, რომ დამალოს ფული, რომელსაც ის იღებს საკუთარი დამკვეთებისგან დაუმალო ქართულ ხალხს. ასე რომ ასეთი ორგანიზაციები, რომელიც უცხოელების დაქირავებული არიან, მათი მხრიდან რაიმე პრეტენზიებზე პასუხსაც კი არ ვაპირებთ. რაც შეეხება დეკლარაციებს, საკითხი გაარკვიეთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან. ერთიც და გავდივართ. შეიძლება გერმანიის ელჩისებს საუბრობთ წეღან და მინდა გითხრათ ბატონ შავა, მაგალითად შეიძლება თუ არა რომ თქვენ რა პასუხს გასცემთ ხალხს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ელჩს გაიწვევენ, მაგალითად რა შეიძლება გააკეთოს გერმანიის მხარემო, არ ვიციო, ესეთი პასუხი გაგვეცით, გაიწვია უკვე ელჩიო. რომ გაიწვიონ ეს ელჩი საბოლოოდ და დროებით შეაჩერონ მაგალითად დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ ვიცით, რომ გერმანიაში ძალიან ბევრი ემიგრანტია, ბევრი ადამიანი სწავლობს, ბევრი ადამიანი მკურნალობს, ხო? რა პასუხს გასცემთ ხალხს, რომ თქვენი კრიტიკის, თქვენი თავდასხმების გამო გერმანია შეაჩერა ურთიერთობები დიპლომატიურად. ჩვენ ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბარი ქონდა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ძალაში, ყველა არგუმენტი არის საჯარო და ყველა არგუმენტს იზიარებს ქართველი ხალხი. რაც შეეხება გერმანიის საგარეო სამინისტროს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ხდება გააზრება, რომ ელჩი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ იყოს ხიდი მთავრობებს შორის, იყო კედელი მთავრობებს შორის, რომ ეს უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამ იმედით ვუყურებთ ზუსტად ამ გადაწყვეტილებას. ჩვენც ვაკრიტიკებთ სხვებს. ჩვენც თითქოს გერმანიამ გააცნობიერა ის, რომ პიტერ ფიშერი რამეში არის დამნაშავე, მაგრამ მათ ძალიან კაფეოდ დაწერეს, რომ მიუღებელი არის ქართული ოცნების გამუდმებული თავდასხმა. ჩვენ ძალიან კაფეოდ განვაცხადეთ, რომ მიუღებელი იყო გერმანიის ელჩის მხრიდან მოძალადეების მხარდაჭერა და გერმანიის ელჩის მხრიდან ჩარევა შიდა საქმეებში. არა, თქმა უნდა. არა, კიდევ ერთხელ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება არის ინდიკატორი იმისა, რომ მოხდა გააზრება, რომ როდესაც ელჩი ხიდის ნაცვლად არის კედელი, საჭირო არის ამ სიტუაციის შეცვლა.